უბრალოდ აი უკრაინის ლიდერები საქართველოს რო არაშავებდნენ, კარგი იქნებოდა ეგ. მაგრამ ძალიან აშავებენ. და თუ კი ევროკავშირმა საქართველოს შეზღუდა და არ ვიცი, ვიზები გაგიუქმდათ ისინი, ესენი, ვიზო მიმოსვლა, ცხოვრება როგორ თქვა, გაუარესდა იქ ფინანსები, ეკონომიკა და რამე და რუმე, ზელენსკის ნაირი და ეგეთი ბევრი ქართველიც არის, აი მაგ გამოყლებებულებს უნდა უთხრათ მადლობა, რომლებიც ევროკავშირში მუხლებზე დგანან და ხვდებით. მაქსიმალურად ქვეყანას აშავებენ. შედედა მოტყნულო ოპოზიციონერო, ევროპაში რომ მიდიხარ და უცხო ძალას ძუკნასავით სთხოვ დახმარებას, რომ აი კოჩინება გზღუდავს. თუ რამის ტრაკი გაქვს ჩამოდი რა, ხო გამოიყვანე 1000 ადამიანი. მართლა გააკეთე რა, რევოლუცია ან რამე. თუ მართლა ეგრე არის. არა ძუკნები ხართ, აი ეგ არის რა მთელი პრობლემა. ძუკნები ხართ, ანუ როგორ თქვა, სულიერად, ბიოლოგიურად, გენეტიკურად ძუკნები რა. და ჩვეულებრივ ქართულ ხალხს რომ გაუმწარდება ცხოვრება ფინანსურად, თავისუფლების მხრივ და რამე სანქციების და ასე შემდეგ გამო, არ ვიცი რა გგონიათ, რომ გამოვლენ მერე და ააყირავენ მთავრობას, არა, ბევრად დიდი დესტაბილიზაცია იქნება მანდ ვიდრე მთავრობის შეცვლა. ხვდები? ეგეც თუ მოხდა რა ეგ, თუ მაგისი იმედი აქვს, მაგრამ მაგისი იმედი არა აქვს, უბრალოდ დესტრუქციული ნაბიჭვრები არიან, რომლებსაც არც ტრაკი და არც ინტელექტი არ ყოფნით, რომ მთავრობა შეცვალონ საქართველოში, რომელიც ჰგონიათ რუსული. ნაბიჭვრები რა. ჩვეულებრივი გამყიდველი ნაბიჭვრები, არაფრით არ განსხვავდებიან რო რამე.